ხუთი ქცევა, რომელიც აზიანებს თქვენ ფსიქიკურ ჯანმრთელობას. პირველი, მთელი დღის განმავლობაში ახალი ამბების ყურება. ინფორმირებულობა მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ეს უწყვეტად ხორციელდება და ვერ ატყობთ მინჯაჭულობას, ამან შეიძლება თქვენი ნერვული სისტემა მუდმივი შიშის მდგომარეობაში გადაიყვანოს. არ არის საჭირო ამ ინფორმაციის უგულებელყოფა, მაგრამ თუ ამ საზღვრების დაწესებას დაიწყებთ თუ როდის და რამდენს უყუროთ, ფხიზლად იქნებით, მაგრამ სიმშვიდეს არ დაკარგოთ. მეორე, ნორმალური ძილის ფაზის უგულებელყოფა. ეს ბოლო პერიოდში რატომაც ჩემ თერაპიულ სესიებზე დიდი პრობლემაა. უგულებელყოფ ნორმალურ ძილს მოვაშფოთვა, გულმავიწყობა, ემოციური არამდგრადობა და მუდმივად დეტონატორის პოზიციაში ყოფნა. ძილის წინ ტელეფონის გარეშე დაიძინებ, არც თვალები გაგიშრება საჰარას უდაბნოსავით და დილითაც არ დაგჭირდება 3 ლიტრა ყავა. მეოთხე, ზედმეტად სახლში ყოფნა. როდესაც მთელი დღის განმავლობაში სახლში ხართ, ტვინი ეჩვევა რუტინას. ის ემოციები, რასაც ყოველდღე განიცდით, ხდება ნორმა. ტვინი იმყოფება ერთსა და იმავე მდგომარეობაში, რის გამოც იწყებს უხეშად და მხატვრულად რომ ვთქვათ ატროფიას. ყველასთან ეს არ მუშაობს, იმიტომ რომ ზოგიერთი ადამიანი სახლში უფრო მეტად დაკავებული და მრავალფეროვანი ცხოვრებით ცხოვრობს ვიდრე გარეთ, მაგრამ არიან ხალხი, რომელიც მარტო ყოფნისას უფრო ატროფირდებიან ვიდრე ვითარდებიან. მეოთხეა. თუ ის მესამე იყო, ეს მეოთხეა. სოციალური იზოლაცია. რაც შეიძლება მეტად უსაფრთხოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ხელახალი რესოციალიზაცია მეტად რთულია. იტყვით ალბათ, რომ გარშემო ყველა ამას რძენია და ვერვე მეგობრებიო. მეგობრობა საჭირო არაა. და მეორეც ერთი, არსებობს უამრავი კლუბი, აკადემია, სასწავლო სატრენინგო ცენტრი, სადაც შენივე სტილში, შენივე განვითარების თუ არა მეტი, ხალხს შეხვდები. ამიტომ ჯერ მოძებნე რა გაინტერესებს, შემდგომ მოძებნე ადგილი და დაჯავშნე ვიზიტი. და მეხუთე, ტვინის ჭარბის სტიმულირება. როდესაც თქვენი დღე სავსეა დოფამინის ჭარბი გამოყოფით, და არა მარტო დოფამინის, აქ მთელი ნეიროქიმიური და ბიოლოგიური კასკადია ჩართული, რაც ჯერ ბოლომდე შეუსწავლელია. ეს ანადგურებს კონცენტრაციის უნარს, ართულებს მოტივაციის და ერთ რამეზე ფოკუსირების შესაძლებლობას, რეალური ძალისხმევის გაუმუშავების სირთულეს. ამიტომაც დროდადრო დოფამინური დეტოქსის შესრულება და გრძელ საკითხზე საყურებელ თუ მოსასმენ ფორმატზე გადასვლა, კარგი ნაბიჯი იქნებოდა ამ ციკლიდან თავის დასაღწევად.